მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დეპუტატი იგორ დოდონი და მოლდოვის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მოლდოვის დელეგაცია პარლამენტში უკვე შეხვდა პარტია ქართული ოცნების წევრებს ისკო დასენს, გია ბენაშვილსა და მარიამ ლაშხს. ამის შესახებ ინფორმაციასა და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად დოდონიც ავრცელებს. როგორც დოდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს მოლდოვა საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის პარლამენტაშორისი დიალოგის გაძლიერებას აღნიშნავს. დოდონის მიხედვით დელეგაციას მოლდოვა საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე სოციალისტთა პარტიის დეპუტატი ბოგდან ტირდე ხელმძღვანელობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე იგორ დოდონი მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც მოლდოვა საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებით თბილისში მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში. ვიზიტი ტარდება ქართული მხარის მოწვევით. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლდოვა საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საპარლამენტო დიალოგის გაძლიერებას ჩაუყრის საფუძველს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელთან. ვიზიტის მიზანია მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება, ასევე ურთიერთინტერესის სფეროებში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთქმედება ახალი შესაძლებლობების გამოვლენა. მოლდოვური ორგანიზაცია Watchdog MD-ს თავმჯდომარე ვალერიუ პაშა სოციალურ ქსელში მოლდოვა საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის დელეგაციის ვიზიტის პროგრამის ერთ გვერდს აქვეყნებს. პროგრამიდან ჩანს, რომ ვიზიტი 5 აპრილამდე გაგრძელდება. სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა ის, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს რუსი ოლიგარქის ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის პირობებში. მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით მათ მოლდოვის პარლამენტიდან რუსული კონსერვების დელეგაცია მოიწვიეს. მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი ბოგდან ტირდია. წევრების უმრავლესობა აშკარად პრორუსი სოციალისტია, სხვები კი კრემლის კონსერვები, რომლებიც თავს პროევროპელებად ასაღებენ. მოლდოვის დელეგაციის ვიზიტს უკვე გამოეხმაურა პარლამენტი პრესსამსახურის ინფორმაციით თბილისში მყოფი მოლდოველი დეპუტატები მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ. მათივე ინფორმაციით მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.